სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტი დღეს პლენარულ სესიაზე იმსჯელებს. საკითხს საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით განიხილავენ და სავარაუდოდ დღესვე მიიღებენ. მთავარი ცვლილება შეეხება ცილისწამების ნაწილს, რომლის მიხედვითაც მტკიცების ტვირთი გადადის იმ ადამიანზე, რომელმაც მეორე ადამიანს ცილი დასწამა. შესაბამისად, ახალი რეგულაციით საკუთარი სიტყვების დასაბუთება ცილის მწამებელს მოუწევს. მმართველი გუნდის აზრით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები საზოგადოებაში მეტ პასუხისგებლობას გააჩენს. ვინც ამბობს, რომ ცილისწამება დასჯადი რომ უნდა იყოს, ეს არის თურმე შეზღუდვა მედიის მათ შორის. მე შევახსენებ, რომ რა მოხდა გერმანიაში. აი სულ ერთი დღის წინ 157 კერძო სახლში შევიდნენ იმისათვის, რომ სოციალურ ქსელში ვიღაცეებმა დაწერეს სიძულვილის ენის შემცველი რაღაცა წინადადება. აი ხა გადახედონ გერმანიაში აღშფოთდნენ, ჯერ დაგმონ გერმანიაში მედიის ასე ვთქვათ შეზღუდვა და მერე აქ ისაუბრონ იმაზე, რომ თურმე ცილისწამებლური წინადადება თუ იქნება, ვინმე პასუხი არ უნდა აგოს. ბოკერია რამიშვილის კანონი, რომელიც მიღებული იყო 2004 წელს, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით უშვებდა შესაძლებლობას, რომ ადამიანებისთვის სხვა ადამიანს დაებრალებინა ნებისმიერი რამ და არ იყო კმედითი მექანიზმი ადამიანის უფლებების დაცვისათვის, პატივისა და ღირსების რეალურად დაცვისათვის. იმიტომ რომ დროში გაწერილი პროცესის ფონზე ადამიანს უწევდა მტკიცებინა, რომ მის მიმართ გავრცელებული ნებისმიერი ამბავი იყო ტყუილი. მაგალითად, დღეს თუ ვინმე ერთი ადამიანი მეორე ადამიანს რაიმეს დააბრალებს, ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ახალი ცვლილებების მიხედვით დაიცვას საკუთარი უფლებები. ეს არის ცვლილებების შინაარსი.